მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და იაპონური გამაჯანსაღებელი დისციპლინის რეიკის სპეციალისტი. ამ ვიდეოში მე მინდა ვილაპარაკოთ რეიკის პრინციპებზე. იმიტომ რომ რეიკის პრინციპები, ის ღირებულებები, რომლებიც რეალურად დევს რეიკის სისტემის ფუნდამენტში, საფუძველში, ეს არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა მორალური წესების ჩამონათვალი, ეს არის სამუშაო ინსტრუმენტები. სამუშაო ინსტრუმენტები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას საკუთარი ცხოვრება მოვიყვანოთ უფრო ჰარმონიულ მდგომარეობაში და მივცეთ საშუალება, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს სრულად გავხსნათ ჩვენი პოტენციალი. მას შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ რეიკის პრინციპებზე, არსებობს რეიკის 5 პრინციპი. პირველი პრინციპი ჟღერს ასე. დღეს მე არ ვშფოთავ და ვარ შვიდად. თუ დავაკვირდებით ამ პრინციპის არსს, მივხვდებით, რომ შფოთი შესაძლებელია მხოლოდ მომავლის მიმართ. შფოთი ჩნდება მაშინ, როდესაც არ იცი რა მოხდება, ასე ვთქვათ, მოელი რაღაცა ცუდს მომავლიდან და ქმნი შენი წარმოსახვის მეშვეობით ქმნი, ასე ვთქვათ, კატასტროფულ სურათებს მომავლის, ხო? როდესაც შენი წარმოსახვა შენს წინააღმდეგ იწყებს მუშაობას. რეიკის პირველი პრინციპი, რომელიც ამბობს, რომ დღეს მე არ ვშფოთავ და ვარ ვინარჩუნებ სიმშვიდეს, მომართულია იქეთკენ, რომ ჩვენ შევძლოთ, შევინარჩუნოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული რესურსი, რესურსულ მდგომარეობაში, ანუ პროფიციტულ მდგომარეობაში, ჩვენი ენერგიის ვიბრაციები შევინარჩუნოთ მაღალ დონეზე. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ვშფოთავთ მომავალთან დაკავშირებით, იქ საითაც არის მიმართული ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგია. შესაბამისად, ენერგიას მიმართავთ მომავალში, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ როდესაც ვფიქრობთ, ასე ვთქვათ, როდესაც კატასტროფული მოლოდინები გვაქვს მომავლის მიმართ, ამ შემთხვევაში ეს ენერგია, რომელიც გაივლის აი ამ პრიზმას, ასე ვთქვათ, აი ამ ჩვენი ფიქრების და ნააზრევის ინფორმაციის ფილტრს, ფაქტობრივად ჩვენი მომავლის ენერგეტიკულ დანაგვიანებას იწვევს და შემდეგ, როდესაც აღმოჩნდებით ზუსტად იმ მომავალში, რომელზეც ასე ვთქვათ, ნეგატიურად ვფიქრობთ და რომელიც ავავს ეს შფოთით, აღმოაჩენთ, რომ ვართ ენერგოდეფიციტულ მდგომარეობაში და შესაბამისად ენერგეტიკულად ხდებით გაცილებით უფრო მოწყვლადნი. ამიტომ პირველი პრინციპი, რეიკის პირველი პრინციპი ჟღერს ასე. დღეს მე არ ვშფოთავ და ვარ შვიდად. მეორე პრინციპი ასევე საინტერესოა, რომელიც ჟღერს ასე. დღეს მე არ ვბრაზობ და ცხოვრება მიხარია. ბრაზს რაც შეეხება, თუ შფოთი უფრო მომავალთან არის კავშირში, ხო? არ შეიძლება გქონდეს შფოთი რაღაცის მიმართ, რაც უკვე მოხდა. აი ბრაზი, გაბრაზება აქტუალურია მაშინ, როდესაც რაღაცა ნეგატიური უკვე ხდება, ან მოხდა. ხო, ანუ მომხდარ ფაქტებს ეხება, ასე ვთქვათ, უფრო. აქაც გამომდინარე იქიდან, საით არის მიმართული ჩვენი ყურადღება, იქით არის მიმართული ჩვენი ენერგია და როდესაც რაღაცაზე ვბრაზდებით, ფაქტობრივად ჩვენი ენერგიის ინვესტირებას ვახდენთ წარსულში და ასევე ვაძლევთ მას დაბალ ვიბრაციულ ხასიათს, იმიტომ რომ ბრაზი, როგორც ასეთი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ვიბრაციული ენერგია შურთან ერთად, მაგალითად. ამიტომ მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი ჟღერს ასე. დღეს მე არ ვბრაზობ და ცხოვრება მიხარია. მესამე პრინციპი ასევე საინტერესო ჟღერს და გამოიქმნება შემდეგნაირად. დღეს მე ცხოვრობ მადლიერების გრძნობით. ეს ძალიან საინტერესო პრინციპია, რომ დაუფიქრდეთ, იმისთვის რომ გქონდეს მადლიერების გრძნობა, უნდა გქონდეს უნარი და ჩვევა შეამჩნიო შენ ცხოვრებაში ყველა ის პოზიტიური
მომენტი, რომელიც უკვე არის. თუ დაფიქრდე, ხო? ცხოვრება უკვე ახსავსეა ძალიან დიდი რაოდენობით პოზიტიური მომენტებით, რისთვისაც პრინციპში ღირს რომ მადლობა უთხრა ამ სამყაროს იმ ადამიანებს, ვინც შექმნეს შენთვის ესა თუ ის დობლათი საკუთარ თავს და ასე შემდეგ. დავიმახსოვროთ მესამე პრინციპის ჟერადობა არის შემდეგნაირი. დღეს მე ვცხოვრობ მადლიერების გრძნობით. რეიკის მეოთხე პრინციპი ჟღერს ასე. დღეს მე ვთქვათ ცხოვრობ შრომის მოყვარეობაში. ანუ რასაც ვაკეთებ, გულს უდებ იმას, ხო? თუ ვაპირებ, რომ დღეს ვიყო ინჟინერი, მოდი გულიანად ვიქნები ეს ინჟინერი, ხო? რაღაც აი თუ ზარეული ვარ, მოდი მთლიანად ასე ვთქვათ, იქნები კონცენტრირებული ამ ჩემს საქმეზე, ხო? რასაც ვაკეთებ. და ასე შემდეგ. ანუ ეს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ რასაც აკეთებ, ხო? გააკეთე მთლიანი კონცენტრაციით და ასე ვთქვათ, მთელი გულით და სულით. და მეხუთე პრინციპი, ბოლო პრინციპი ჟღერს ასე. დღეს მე ვარ კეთილმოსურნე სხვების მიმართ, ხო? ანუ დღეს ვცხოვრობ სხვა არა მარტო ადამიანების მიმართ, ზოგადად სხვების მიმართ კეთილგანწყობაში. რაც ასევე მნიშვნელოვნად ქმნის ჰარმონიას ჩვენს ცხოვრებაში. აი ეს ხუთი საინტერესო პრინციპი, ანუ პირველი დღესდღეობით მე არ ვშფოთავ და ვარ მშვიდად, მეორე დღეს არ ვბრაზობ და ცხოვრება მიხარია, მესამე დღეს ვცხოვრობ მადლიერების გრძნობით, მეოთხე რასაც ვაკეთებ, გულიანად ვაკეთებ და მეხუთე ვარ მეგობრულად კეთილმოსურნე დამოკიდებული სხვების მიმართ. აი ეს ხუთი საინტერესო პრინციპი და რეიკის პრაქტიკის მეშვეობით შეიძლება ასე ვთქვათ დახვეწო საკუთარი ცხოვრების დახვეწა დაიწყო ამ პრინციპების მეშვეობით, იმიტომ რომ ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, რომ ეს პრინციპები არ წარმოადგენენ რაღაცა მორალური წესების ჩამონათვალს, არამედ არის პრაქტიკული სამუშაო ინსტრუმენტები. როგორ შეიძლება ამაზე ვიმუშაოთ პრაქტიკულად, ხო? მათთვის, ვისაც აქვს რეიკის ინიციაცია, ან ვინც არის ან რეიკის პრაქტიკოსი, ან ვთქვათ, მეორე საფეხურზე, ან ნებისმიერი საფეხური და ნებისმიერი სისტემა ან სკოლა თუ გააქვთ რაღაცა საწყისი დონე მაინც, პრინციპებთან მიმართებაში შეიძლება ძალიან საინტერესო რაღაცები აკეთოთ. მაგალითად, ამ ხუთი პრინციპიდან აირჩიოთ მიენდოთ ინტუიციას, აირჩიოთ ნებისმიერი მნიშვნელობა არ აქვს, რატომ მიიზიდა თქვენი ყურადღება, ხო? ან არ ვშფოთავ, ან არ ვბრაზობ, ან დღეს მადლიერებაში ვცხოვრობ, ან კარგად ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ, ან ვარ კეთილგანწყობილი სხვების მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს, რატო აირჩიოთ ამ პრინციპს, შეგიძლიათ ინტუიციას მიენდოთ, შეგიძლიათ რაციონალურად აირჩიოთ. მაგალითად, ავირჩიეთ პირველი პრინციპი, დღეს არ ვშფოთავ. ხო? შემდეგ აიღეთ პასტა და კურსები, მარტივად და ყველაფერი რაც მოგივათ თავში, ხო? რა იწვევს შფოთს? გამოგივათ რამდენიმე პუნქტი, ასე ვთქვათ, ხო? ჩამონათვალი მთელი, ასე ვთქვათ, რა არის თქვენი შფოთის წყაროები, მაგალითისთვის. თუ აირჩიეთ, მაგალითად, არ ვბრაზობ, რით ხართ უკმაყოფილო ეს ჩამოწერეთ, ხო? აი, რაღაცა მოცემულობაა, რაღაცა მომენტებია, რაღაცეები ან ვიღაცეები, ვინც იწვევენ თქვენში ბრაზს ან უკმაყოფილებას. ეს შეგიძლიათ ჩამოწეროთ. მაგალითად, თუ აირჩიეთ პრინციპი დღეს ცხოვრობ მადლიერების გრძნობით, ასევე ჩამოწერეთ რისთვის ხართ მადლიერი. მაგალითად, ცხოვრების და არა მარტო ცხოვრების, საკუთარი თავის მამაზე ციერი თქვენი მშობლების, სხვა ადამიანებს არ აღნიშნულ. თუ აირჩიეთ პრინციპი დღეს კარგად ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ, ასევე ჩამოწერეთ რა გინდათ, რომ გააკეთოთ კარგად და გულიანად და წარმატებით, ხო? და თუ აირჩიეთ მეხუთე პრინციპი, დღეს ვარ კეთილგანწყობილი სხვა ადამიანების მიმართ, ჩამოწერეთ
ყველა ისინი ვის მიმართაც ვერ გამოგდით, რომ იყოთ კეთილგანწყობილი. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პრინციპი აირჩიეთ, იქნება რაღაცა საკითხების და თემების სია ყველა პრინციპის ფარგლებში. არ ვიცი, შეიძლება უმჯობესია შემდეგ გავაკეთოთ ცალკე ლაივები თითო პრინციპზე და უფრო დაწვრილებით ახსნა როგორ შეიძლება თითო პრინციპით მუშაობა, მაგრამ ამას ვაკეთებ ხოლმე სასწავლო პროგრამების დროს და თუ ამ ვიდეოს ნახავთ მე ხელახლა, მე მგონი ყველაფერი ნათელია და გასაგები. ასევე შეგიძლიათ შეკითხვები დამისვათ კომენტარებში, ან პირდაპირ ახლა ჩატში. შემდეგ რას ვაკეთებთ? მაგალითად ავირჩიეთ პირველი პრინციპი სამუშაოდ, ხო? დღეს მე არ ვშფოთავ და ასე ვთქვათ, ვამშვიდეთ. ამ სიაში, რომელიც აირჩიეთ, ნახეთ რომელია ყველაზე მთავარი პუნქტი. რომელი პუნქტი იწვევს თქვენში ყველაზე ძლიერ რეაქციას, ხო? ესე იგი, ეს არის ის პუნქტი, რომელზეც უნდა მიმართოთ რეიკი, რომელიც უნდა დავამუშავოთ ენერგიის მეშვეობით. და საინტერესო ისაა, როდესაც აი ამ ჩამონათვალიდან აი ამ ერთ პუნქტს ვამუშავებთ, რომელიც ყველაზე დიდ რეაქციას იწვევს. ძალიან საინტერესოა ხოლმე ის, რომ ყველა დანარჩენი პუნქტი გეგონება თავისით მუშავდება და კარგავს აქტუალურობას და ცოტა ხანში ვამჩნევთ, რომ ჩვენ ცხოვრებაში მოხდა რეალური ცვლილებები. მაგალითად, თუ ავირჩიეთ პირველი პრინციპი სამუშაოდ, მაგალითისთვის ხო, დღეს არ ვშფოთავ და ვამშვიდად, აი ერთ-ერთი შფოთი მაგალითად შეიძლება იყოს ასეთი ერთ-ერთი მთავარი, რომ მე შინია, რომ აი პანდემიის პირობებში მაგალითად ყველაფერი გაჩერდება, დავრჩები სახსრების გარეშე და მოკლედ არ მეცოინება ჩემო ჯას რა ვაჭამო. არ აქვს მნიშვნელობა, რომელს ამოვირჩევთ, უბრალოდ მაგალითისთვის. შემდეგ ვაკეთებთ ასეთ რამეს. თქვენთვის ნებისმიერი ნაცნობი ხერხით, ასე ვთქვათ, გააქტიურეთ რეიკი, ხო? ისე როგორც ასე ვთქვათ, თქვენ სკოლაში თქვენმა მასწავლებელმა გასწავლათ ეს, იმიტომ რომ ყველა მიდგომა მუშაობს გადასარევად, როდესაც აკეთებ ამას კარგად და კარგად კეთება რას ნიშნავს, ხო? რეიკი გამოგდის მით უფრო ეფექტურად, რაც უფრო მარტივად შეგიძლია და კარგად შენი ადამიანური ეგო გამოწივე იმ მომენტში და მისცეს საშუალება, ასე ვთქვათ, რომ აი ეს ჰარმონიული ტრანსფორმაციები მოხდეს. ასე ვთქვათ და გასაგებია, რომ ადამიანური ამპარტავნებისთვის ეს საკმაოდ დიდი ცნუნება, რომ აი ახლა მე რაღაცას ვიზავ აქვს, რაღაცა ჭადოსნურად რაღაცებს შევცვლი, მაგრამ ეს არის დიდი ილუზია, რომ იმ მომენტში შენ აკეთებ რაღაცას როგორც ადამიანური არსება. შესაბამისად, გავაქტიურეთ რეიკი, შემდეგ ვაკეთებთ დაახლოებით ესეთ რამეს. წარმოვიდგინოთ, რომ ხელებს შორის გვაქვს ესეთი სფერო, რომელიც შედგება ზუსტად რეიკის ენერგიისგან. შეიძლება დაინახოთ მისი ფერი, შეიძლება ვერ დაინახოთ მისი ფერი. ამ შემთხვევაში რაიმეს ვიზუალიზაციაც კი არ არის აუცილებელი. მთავარია, რომ ვიცით, აი აზრის დონეზე დაუშვით, რომ აი ეს სფერო ჩემს ხელებს შორის ახლა არის. შემდეგ აიღეთ და ის საკითხი, რაც ამოირჩიეთ დასამუშავებლად, მოათავსეთ აზრობრივად აი ამ სფეროში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიზუალიზაცია არ არის საჭირო, ამის უბრალოდ მოათავსეთ. და მიეცით საშუალება რეიკის, რომ შეიტანოს ამ საკითხში, ამ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური და ჰარმონიული ცვლილებები. შემდეგ ვხუჭავთ თვალს და ვაკვირდებით ნაკადის მსვლელობას ხელებში. და აი ამ მდგომარეობას ვინარჩუნებთ იმდენ ხანს, სანამ ვიგრძნობთ ორ რამეს. პირველი, ჩვენს ხელებში ნაკადი აღარ მოდის და მეორე, გაცილებით უფრო კარგად იგრძენით თავი შინაგანად. აი ეს ორი მომენტი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, ხო? თუ მაგალითად ვიგრძენით თავი გადასარევად, მაგრამ ხელებში ენერგია კიდევ მოდის, ვაგრძელებთ. ან ხელებში ენერგია გაჩერდა, მაგრამ რაც ვერ ვზნობ თავს კარგად, მაინც ვაგრძელებთ, ვიჭირავს ხელები, იმიტომ რომ შემდეგი სერია მოდის ხოლმე, მეორე ტალღა მოდის ხოლმე ენერგეტიკული ამ შემთხვევაში. როდესაც თავი ვიგრძენით კარგად, აი ფიზიკურად კარგად ვიგრძენით, ბუკვალურად, ხო? და ენერგიის ნაკადით შეჩერდა, შემდეგ
ეს სფერო დავაპატარავეთ სიმბოლურად ესე შეუბერეთ, რაც იმის სიმბოლოა, რომ ემოციურად მოვწყდით ამას, მივეცით ესე ვთქვათ, გადაულოცეთ რეიკის ამ პრობლემის მოგვარება. თქვით მადლობა და ამაზე დავასრულეთ. აი, ასე შეგიძლიათ დაამუშავოთ, ასე ვთქვათ, კვირაში ერთხელ, ან თვეში ერთხელ, ან რამდენიმე კვირაში ერთხელ, მაგრამ არ გირჩევთ ამ პრაქტიკას ყოველ დღე. როგორც გამოცდილება მიჩვენა, თვეში ერთხელ არის აბსოლუტურად ოპტიმალური მიდგომა ამ შემთხვევაში. ძალიან ბევრ ადამიანზე ქონდა საშუალება, რომ ეწარმოებინა დაკვირვება, იმიტომ რომ 13 წელი რაც ამას ვაკეთებ. ხო და თვეში ერთხელ უბრალოდ გადახედეთ 5 პრინციპს. კითხეთ საკუთარ თავს, აი, რომლისკენ მიმიწევს გული. და აი ის პრინციპი დაამუშავეთ აი ამ რეიკის სფეროს მეშვეობით. და ძალიან საინტერესოა, რომ შეამჩნევთ, ასე ვთქვათ, ერთ წელიწადში სადაც, რომ ეს გავლილი წელი გაცილებით უფრო ჰარმონიულად დაალაგდა ვიდრე წინა წელი. და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. ასე და ამგვარად ხალხო. თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა რეიკის პრინციპებთან დაკავშირებით, მომწერეთ, იქნებათ შემდეგ მომწერეთ, იქნებათ ახლა მომწერეთ კომენტარებში, ასე ვთქვათ. თუ არა, პრინციპში შეგიძლიათ აი ამ ინსტრუმენტებით იხელმძღვანელოთ და ასე ვთქვათ, ძალიან მარტივად აკეთოთ. ეს ძალიან სასარგებლო პრაქტიკა. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, ბედნიერებას და მომავალ შეხვედრამდე, შემდეგ ლაივებში.